გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ, რა შემთხვევაშია GVP პასუხისმგებელი სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებთან დაკავშირებულ საკითხებზე. Როგორც უკვე იცით, GVP თბილისის, რუსთავისა და ქალაქ მცხეთის მოსახლეობას სასმელი წყლისა და წყალარინების მომსახურებას უწევს. აღნიშნული ქალაქების მაცხოვრებლებს შეუძლიათ მომართონ GVP-ს წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად ქსელზე დაზიანება ან გაბითუნა, სასმელი წყლის წნევა და სხვა. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ქალაქში არსებული ობიექტების შენობა-ნაგებობების ტიპიდან გამომდინარე, GVP-s პასუხისმგებლობები განსხვავებულია. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ან კორპუსების შემთხვევაში, მიუხედავად წითელი ხაზებისა, GVP-s კუთვნილებაში შედის სასმელი წყლის ქსელი უშუალოდ შენობა-ნაგებობამდე, ხოლო წყალარინების ქსელი შენობა-ნაგებობების პირველი მიმღები ჭის ჩათვლით. რაც შეეხება კერძო სახლების, არასაყოფაცხოვრებო ობიექტებისა და ეგრეთ წოდებული თბილისური ეზოების სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებს, GVP-s პასუხისმგებლობა მხოლოდ აღნიშნული ობიექტების საკუთრების ტერიტორიის საზღვრამდე ვრცელდება.